მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას ღმერთისკენ, ჩვენი თავისკენ, ჩვენი სიღრმისკენ. ამ გზაზე თქვენ გელოდებათ ტრანსფორმაციები. ტრანსფორმაციები, როგორც გარეგნული, ასევე შინაგანი. ეს ყოველთვის მარტივი არ არის. ზოგჯერ ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ ახალ ცხოვრებაში, ახალ სამყაროში ვერ გადავალთ ძველი ტვირთით, ძველი ჩვევებით, ძველი საზღვრებით, ძველი აღქმით, ძველი შეხედულებებით. ეს ყველაფერი ტრანსფორმირდება. ღვთაებრივი სიყვარული, ეს არის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელსაც არ აქვს საზღვრები. ის აბსოლუტურად თავისუფალია. არ აქვს მიჯაჭვულობა არაფერზე. არაფრისკენ ისწრაფვით. ის უბრალოდ არის, როგორც ჰაერი, როგორც წყალი, მზე და სინათლე. ის უბრალოდ არის და ეს არის თქვენში. ადამიანი თავის ცხოვრების მანძილზე გაივლის მრავალ სცენარს და გამოცდილებას, სწავლობს თავის დაცვას, სწავლობს ცხოვრებას. ამიტომ ყალიბდებოდა გარკვეული წარმოდგენა ცხოვრებაზე, რომელიც მერე მიჰქონდათ საზოგადოებაში. როცა ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად უსაზღვრონი ვართ და ჩვენი არჩევანი ეს ღმერთის არჩევანია, ეს ის არის, რაც უნდა თავიდანვე ღმერთს ჩვენ გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ თავისუფლება, განვიცადოთ ის ემოციები, რაც გვინდა რომ განვიცადოთ. გვჭირდება იმიტომ, რომ განცდილის მიხედვით ავირჩევთ და ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია. ყველაფერი იწყება შინაგანი ცვლილებებით. როცა ჩვენ გავაცნობიერებთ, რომ ჩვენ აბსოლუტურად უსაზღვრონი ვართ და ჩვენი არჩევანი ეს ღმერთის არჩევანია, ეს ის არის, რაც უნდა თავიდანვე ღმერთს, ჩვენ გავიაზრებთ, რამდენად მნიშვნელოვანი ვართ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი არჩევანი. მნიშვნელოვანია, რომ მივცეთ თავისუფლება, განვიცადოთ ის ემოციები, რაც გვინდა რომ განვიცადოთ. გვჭირდება იმიტომ, რომ განცდილის მიხედვით ავირჩევთ და ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანია. ყველაფერი იწყება შინაგანი ცვლილებებით. ჩვენ ვერაფერს ვერ შევცვლით გარეგნულად, თუ შინაგანს არ შევცვლით. თუ თქვენ ცდილობთ შეცვალოთ გარეგნული, ტოვებთ ძალიან მნიშვნელოვანს, საკუთარ თავს. როცა თქვენ იტანჯებით, იტანჯება მთელი სამყარო. როცა ბედნიერი ხართ, მთელი სამყარო ბედნიერია თქვენს ირგვლივ. თქვენ ცვლით სამყაროს და ეს მრავლდება. ჩვენ საწყისში ვართ ენერგეტიკული არსებები, დამუხტული ნაწილები ვართ. ჩვენგან გამოდის ენერგეტიკული იმპულსები. ყველა ნივთს თავისი ვიბრაცია აქვს და ყველა ადამიანს თავისი ვიბრაცია და ჩვენ ვიბრირებთ სხვადასხვა სართულებზე. ეს არის ცნობიერების სართულები. ამ სართულებზე ყველა თვითონ უნდა ავიდეს. არ არის აქ ვიღაცა ისე ვერ გადავა, ესე ვთქვათ, ბლატებით და ვერავინ ვერ შეძლებს აყვანას თუ თვითონ ადამიანს არ უნდა. ყველასთვის თავისი სართული არის. ზოგი ცდილობს ავიდეს ზევით, ზოგი არ ცდილობს. და არის იქ, სადაც არის. ყველას თავისი არჩევანი აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ვიღაცა რაღაცა ცუდია, ან ვიღაცა კარგია, ან რაღაცა. არა, ყველას თავისი არჩევანი აქვს. ყველა თავის ადგილას სწორად არის. სწავლება, რომელსაც ახლა გავდივართ, 1000 წლეულები დამალული იყო ადამიანისგან, რომელიც გადიოდა სულ სცენარებს, იზრდებოდა და ახლა ფორმირდება ახალი ცივილიზაცია და ყველას აქვს შანსი გადავიდეს და გამოვიდეს ყველა კარმული კონტრაქტებიდან, სანსარიდან, განთავისუფლდეს. გამოსვლა შესაძლებელია აბსოლუტური სიყვარულით. ენერგია, ის ენერგია, რომლითაც ვართ შექმნილები, ის პირველსაწყისი ენერგია, იქ უნდა დავბრუნდეთ, თან უკან უნდა დავბრუნდეთ და თან წინ ვიაროთ.
არალოგიკური, აბსურდული და თან არააბსურდული. წყარო ის არის ბოლოც და დასაწყისიც, ანიც და ჰოეც. ის არის ყველაფერი. ის აერთიანებს თავის თავში ყველა საპირისპიროს და ის ყოველთვის ოქროს შუალედია. ის აბსოლუტური სიმშვიდეა, სიხარულია, სიყვარულია, ჰარმონიაა. ეს ყველაფერი არის წყარო. ჩვენში ყველაში არის ნაპერწკალი ამ წყაროსი. ჩვენი უჯრედების მეხსიერებაში დამალულია ყველა ცოდნა, რაც აქვს წყაროს. ჩვენ უბრალოდ უნდა მოგვინდეს, გამოვიდეთ შეზღუდვებიდან და ამ თამაშიდან. ჩვენ უნდა გამოვთქვათ განზრახვა. მე ნებას ვრთავ, მე თანახმა ვარ, მე გთხოვ, გადამიყვანო ვიბრაციის ახალ დონეზე. მე გთხოვ, გააქტიურო ჩემში სინათლის თესლი, გახსენი მთელი ჩემი შინაგანი პოტენციალი, გახსენი ჩემში სინათლის უჯრედები. როცა თქვენ ამბობთ, მე თანახმა ვარ, გამატარე ყველა სცენარზე, აჩქარებულად, მე თანახმა ვარ, თქვენ თანხმდებით არჩევანზე. ჩვენ უნდა ვისაუბროთ ჩვენს კოსმიურ ოჯახთან. მათ ჩვენი ესმით 24/7-ზე. ისინი ხედავენ ყველა ფიქრს, ნათელს და ბნელს. არ არსებობს ცუდი და კარგი ფიქრები, თქვენ უბრალოდ სწავლობთ ყურებას ორივე მხარეზე, რომ გაიგოთ, რა უფრო მოგწონთ და როგორ გააკეთოთ არჩევანი. ახლა დედამიწაზე ძალიან იზრდება ვიბრაციები, დაჩქარებულია ყველა პროცესები. დასრული ცნობიერი არის ის, ვინც იღებს პასუხისმგებლობას თავის ფიქრებზე, სიტყვებზე, საქციელზე, იმაზე, რომ ის მთელის ნაწილია და თუ ის იტანჯება მთელი სამყარო. ჩვენ იმდენად შემოქმედის ნაწილები ვართ, რამდენადაც ის არის ჩვენი ნაწილი. მხოლოდ სიყვარული და მადლიერება გვაძლევს საშუალებას, რომ დაჩქარებულად გადავიდეთ სხვა ვიბრაციებზე. ავშქარებულად გვწმინდავს, როცა ვიღაცას პატიობთ. წინა გაკვეთილში ვისაუბრეთ ამაზე და ის პატიების თაობაზე. როცა ვიღაცას პატიობთ, ის იღებს ამ ძღვენს, თქვენც იღებთ ძღვენს და ისიც იღებს ძღვენს, ისიც თავისუფლდება და თქვენც თავისუფლდებით კარმული კონტრაქტისგან, როცა პატიობთ. როგორც მას, ასევე საკუთარ თავს. ამიტომ წარსულის გაშვება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტათი ვისაუბრებ ერთ თემაზე. თუ თქვენ გაქვთ წყენა ადამიანზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია, თქვენ გრჩებათ მასთან ენერგეტიკული კავშირი, რომელიც ასევე დასასრულებელია. მოგაწოდებთ პატარა ინფორმაციას, თუ როგორ უნდა დაასრულოთ კონტრაქტი მიცვალებულთან. უნდა მიმართოთ პირისპირ მას, თითქოს ის ახლა აქ არის. მე გპატიობ შენ, მადლობელი ვარ, ძალიან მიყვარხარ. შენ სრულყოფილად შეასრულე ყველა პირობა ჩვენი კონტრაქტის. მე ვიღებ მის ძღვენს. აღნიშნეთ მისი დაბრუნება სახლში. თქვენ მიიღეთ კონტრაქტი, როგორც ძღვენი, ისიც იღებს ჯილდოს და თქვენც. მადლიერებით ათავისუფლებთ. მე ვიღებ მის ძღვენს. აღნიშნეთ მისი დაბრუნება სახლში და ამ მომენტში თქვენ უშვებთ მის სულს. სული თავისუფლად გადის იმ მიჯაჭვულობიდან, რაც გქონდა თქვენთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, შეგიძლიათ ჩაიწეროთ, თუ გჭირდებათ. მე გპატიობ შენ, მე მიყვარხარ შენ, მე მადლობელი ვარ შენი. შენ სრულყოფილად შეასრულე ჩვენი კონტრაქტის პირობა. მე ვიღებ მის ძღვენს. აღნიშნეთ მისი დაბრუნება სახლში და სული ტოვებს იმ ფენებს, სადაც თქვენ აკავებდით. საკმაოდ დიდი და ღრმა სამუშაოა. შეიძლება წინააღმდეგობა წამოვიდეს, ტირილი დაიწყოთ ან სხვა რაღაცეები. ყველა სხვადასხვანაირად ექნება. მნიშვნელოვანია ამის გაკეთება,
ახალ ცხოვრებაში ვერ შევალთ ისე, თუ რამე გვრჩება წარსულში. უბრალოდ ვიბრაციების სინქრონში არ იქნება, ვიბრაციები ყოველთვის ცვლაში იქნება და მოგიწევთ ყოველთვის არჩევანის გაკეთება. მიაქციეთ ყურადღება, რა თქმა უნდა, ყველაფერი ერთად არ გაგახსენდებათ, რომელიც ძალიან მტკივნეული თემაა, ის მალევე გვახსენდება ხოლმე, მაგრამ არის ისეთი კონტრაქტები, რომლებიც საერთოდ დაგვავიწყდა და არც გვახსენდება. თუმცა როცა დაიწყებთ ამ გზაზე სიარული, რომელიც უკვე ფაქტიურად დაწყებული გაქვთ და ნელ-ნელა გადახვალთ მაღალ-მაღალ ვიბრაციებს, ყველაფერი გაგახსენდებათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს გაგახსენდებათ, მადლობა გადაუხადეთ, გაიაზრეთ, რომ ეს თქვენი არჩევანი იყო და გაუშვით. ჩვენ არ გავდავალთ შემდეგ საფეხურზე, თუ არ გავწმინდავთ არა მარტო ჩვენს წარსულს, არამედ აწმყოსაც. ჩვენი აწმყო არის ის, რაც გარს გვახვევია, ჩვენი სახლი, ჩვენი გარემო, მეგობრები, რომლებიც 2 საათი ტელეფონზე გვეჭვრავებიან, ყველაფერზე წუწუნებენ და თქვენ უსმენთ. ესეც თქვენი კონტრაქტია, რა თქმა უნდა. როცა ის სრულდება, თქვენ ასრულებთ ურთიერთობას, ან უბრალოდ ეუბნებით, რომ არ ვაპირებ კიდევ გისმინო. იმიტომ რომ ეს არ მაინტერესებს. ყველაფერი მიმდინარეობს იმის მიხედვით, როგორ ვიზდებით. როცა თასი გავსებულია, ის იწყებს გადმოდინებას. როცა ასრულებთ კონტრაქტებს, თავისუფლდებით და იბრუნებთ ძალას. ეს არის გადასვლის ეტაპები, რაც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენს გარემოში. შეხედეთ თქვენს სახლს, თუ რა არის თქვენ სახლში ისეთი რამე, რაც დიდი ხანია დევს, დიდი ხანია არ ჩაგიცვამთ, ძველი ნივთები, რომლითაც გამოტენილია კარადა. შეიძლება ეს ძველი ნივთებია, რომლებზეც მიჯაჭვული ხართ. გავიაზროთ, რომ ნებისმიერი მიჯაჭვულობა გვმართავს. რაც თქვენ გჭირდებათ, ის უკვე გაქვთ. არის ადგილები, რაზეც არის მიჯაჭვულობა, მაგალითად მე იქ დავიბადე, იქ ჩემი ოჯახი იქ ცხოვრობდა, მე იქ უნდა ვიყო, არ გავყიდი სახლს, იმიტომ რომ ის ჩემი წინაპრებისა, იმიტომ რომ იქ ჩემი ოჯახია, იქ ჩემი რაღაცა, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაცეები. ხვდებით ხომ, რას ვამბობ? რეალურად ასეთი ნივთები, რაზეც ვართ მიჯაჭვულები, უამრავია და ყველა გვართმევს ენერგიას. უბრალოდ მოათვალიერეთ თქვენი გარემო და დააფიქსირეთ, რა გენანებათ, რა გაკონტროლებთ. ღვთისმსამფლობელოში, იქ სადაც თქვენ თავისუფალი ხართ, თქვენ არაფერი არ გინდათ. მან თქვენ მიდიხართ სრულ ნდობაში, თქვენ მიყავხართ უმაღლეს ძალებს და რაც საჭიროა მოგეცემათ იმ მომენტში, როცა საჭიროა. ძველი პროგრამებით და ბლოკებით ახალ ვიბრაციებზე ვერ გადახვალთ. უნდა მოიშოროთ ძველი შაბლონები, პროგრამები, სტერეოტიპები. იფიქრეთ, რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გაუშვათ. სადაც ემოციურად ტრიალებთ. შეიძლება ამოწევოთ ფურცელზე ყველაფერი, რაც გაწუხებთ. ემოციებთან ფრთხილად იყავით. მიიღეთ ისინი, ოღონდ არ მისცეთ საშუალება გააკონტროლონ. ტვირთით ახალ რეალობაში ვერ გადახვალთ. მე არ ვამბობ, რომ ახლა უნდა ადგეთ და ყველაფერი გადაყაროთ. არა, უბრალოდ შინაგანად უნდა მიხვიდეთ იმ დონემდე, რომ ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ გადააგდოთ, გააჩუქოთ, გაანადგუროთ. ანუ არაფერზე არ უნდა იყოთ მიჯაჭვული. არის ნივთები, რომლებსაც არ ვიყენებთ და თან გადასაგდებად გვენანება. დაიწყეთ პატარათი, დაიწყეთ კარათის გამონთავისუფლება, ისეთი ჩასაცმელი, რომლებიც წლები არ ჩაგვიცვამს. მოიშორეთ და ამ მოშორებით ბევრ ენერგიას გაათავისუფლებთ.